ყველას აქვს თავის დამოკიდებულებები და ეს დამოკიდებულებები უნდა გავიგოთ ერთმანეთისგან, იმისთვის რომ ვისაუბროთ. ამიტომ უნდა ვისაუბროთ. ხო და ეს თამაში მაგას წაახალისებს, რომ საუბრის პოზიტიური ფორმა შევარჩიოთ. თამაშზე, რომელზეც ვსაუბრობთ, ქვია გადაურჩი ოჯახურ ვახშამს. ქარდებზე დატანილია რეალური кейსები, ის რაც ჩვენ მუშაობის თუ ცხოვრების განმავლობაში გვხდება. მაგალითად, ცისთვის რამდენიმე ქართს აქვე წავიკითხავ. ქალები სახლში უნდა იყვნენ და ბავშვებს აჩენდნენ და არა ქვეყნისთვის მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს იღებდნენ. ერთ-ერთი ძალიან ისე ფესვგადგმული აზრია საზოგადოებაში. ხშირად გვხდება ჟურნალისტების მიმართ კრიტიკა და ერთ-ერთ ქარდზე გვაქვს ასეთი кейსი. ქალი ჟურნალისტის ჩაცმულობას აკრიტიკებს ბიძა, რა უბედურება ლეოპარდის კოპლებიანი ფეხსაცმელი. დღეს არის პრობლემა ჩაცმულობასთან დაკავშირებით ფეხსაკითხთან ბევრი მიმართულებით და ბევრი სტერეოტიპი არსებობს და ჩემი აზრით უკეთესი იქნებოდა თუ მაგალითს მოუყვანდით თუნდაც ჩვენი ცხოვრებიდან ან ჩვენი ნაცნობის ცხოვრებიდან ასევე ავუხსნიდით რომ თვითონ რო აკრიტიკებს სხვას შეიძლება მსგავს შემთხვევაში ის ან მისი ნათესავი გააკრიტიკონ და როგორც მას არ მოეწონება მის მიმართ ან მისი ოჯახის წევრის მიმართ თუნდაც ნათესავის მიმართ კრიტიკა ასევე არ მოსწონს სხვას რო აკრიტიკებენ. მეგობრებს უფრო ჩვენ ცნობიერებით ვარჩევთ, მაგრამ ახლობლები სხვადასხვა თაობები არიან და სხვადასხვა გავლენებიდან გამომდინარე სხვადასხვა ცნობიერი გვაქვს. მსგავსი გამოცდილება ჩემს ოჯახში მქონდა, მაგალითად ის ფაქტორი, რომ ზია ამაღლობელის დაკავშირებით ქალი ჟურნალისტი, რომელმაც ხელი დაარტყა პოლიციელს, რომ ეს იყო არასწორი და კაც ხელი არ უნდა დაარტყა. მე ვფიქრობ, რომ რა თქმა უნდა ეს არ არის ზია ამაღლობელი არის ჟურნალისტი, რომელმაც თავისი ღირსება დაიცვა და შესაბამისი რეაგირება მოახდინა, რასაც ამაზე საუბარი ჰქონდა და აუხსენით თუ ეს როგორ იყო ყველაფერი. აი საბოლოო შედეგი იყო, რომ ვიკამათეთ და აი ბოლოში ის გაუგებრობა დარჩა და ვფიქრობ, აი ეგრე აღარ მოვიქცეოდი უფრო რაღაც წყნარად შევეგუებოდი იმ ფაქტს, უფრო რაღაც ნათლად აუხსნიდი, წყნარად ვიქნებოდი, მშვიდად ვიქნებოდი და ეს უფრო ჯანსაღი იქნებოდა. სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფთან სხვადასხვანაირად უნდა მოვიმოქმედოთ. ანუ იმას გულისხმობ, რომ თუ კი ჩვენი ბებია, ბაბუა, იმას ცოტა ტკბილად აუხსნით. მოდი ბებო, ბაბუ, ესე არ არის. ეს იყო ადრე, მაგრამ დღეს ეს თაობა, ეს სხვანაირად ვფიქრობთ, ხო? მამას კიდე მაგალითად სხვანაირად აუხსნი, რომ მამა ეს დიახ, იყო ეგ პერიოდი, რომელიც გვახსოვს, მაგრამ ეგ პერიოდი დასრულდა და ეგ პერიოდი აღარ იქნება რებაში, მაგრამ ჩემს ძმაკაც კიდე ისე აუხსნი, რომ აი დათმობისკენ უფრო არ წავალ რა, უფრო შევუტევ და ამ შეტევაში რა თქმა უნდა საღიაზე ყოველთვის იბადება. თამაში იძლევა იმ დაცულ გარემოს, სადაც შეგიძლია აღმოაჩინოთ ჩვენს ირგვლივ არსებული სტერეოტიპები, გვაძლევს ჯანსაღი არგუმენტაციის საშუალებას და მეტად მუშაობთ იმაზე, რომ ემპათია გამოვიმუშაოთ სხვადასხვა кейსის მიმართ, იმიტომ რომ რეალურად ამ кейსის მიღმა კონკრეტული ადამიანები და კონკრეტული ამ ისტორიებია. მგონია რომ ძალიან დიდი ლოდის გადაწევა თუ გვინდა პატარა კენჭებით ვიწყებთ, ამიტომაც ნებისმიერი რამე რაც მიღწეულა და შეცვლა საზოგადოებაში სტერეოტიპული აზრი იყო ეს თუ რაიმე სიტუაცია იწყება პატარ-პატარა ნაბიჯებით, ასე რომ ვთქვათ, ეს თამაში ერთი პატარა ნაბიჯია და ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია უკეთესი და უფრო უსაფრთხო გარემოსთვის.